ძველი რადიო მიშა და ნინო დაგიბრუნდით ძალიან საინტერესო თემით, საინტერესო სტუმართან ერთად უკვე დავაანონსეთ, რომ დღეს მთის დღე გვაქვს, ასე დავარქვით, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ვისაუბრებთ არაჩვეულებრივ ადამიანზე, მთასვლელზე, მიხეილ ხერგიანზე და ასევე გეტყვით, რომ ძალიან საინტერესო ისტორია აქვს, 100 წლიანი ისტორია ქართულ ალპინიზმს და რაღაც თავისი ფენომენი. სასაუბრო ბევრია და ჩვენთან არის სტუმრად ჟურნალისტი, მკვლევარი, მეცნიერი ბატონი ივანე ჯაფარიძე, მოგესალმებით, მადლობა რომ მართლა ძალიან საინტერესო მნიშვნელოვანი თემით, იმიტომ რომ რაც შეეხება ზოგადად ქართულ ალპინიზმს, ეს ჩვენი ისტორიის შემადგენელი ნაწილია. მე და ნინო საუბრობდით ბატონ ვანო, როდესაც ქართველებისთვის ალპინიზმის მარტო სპორტი არ არის. ეს თქვენ ჩემზე კარგად იცით, იმიტომ რომ თქვენ ახართ ერთ-ერთი ადამიანი, ვინც იკვლევს ქართულ ალპინიზმს, ვინც აცნობს ფართო საზოგადოებას ქართულ მთასვლელებს, მოდი ისე ვთქვათ, მთასვლელი უფრო უხდება და 4 ივლისი ძალიან ტრაგიკული მომენტია ჩვენს ისტორიაში, იმიტომ რომ მიხეილ ხერგიანი იყო პირველი ქართველი, შეიძლება ითქვას, რომელმაც გაიტანა ქართველი მთასვლელობის, გააცნო ქართველი მთასვლელობა ზოგადად მთელ მსოფლიოს. კლდის ვებხვი. და მოდით აი ამით გავიხადა. უპირველეს ყოვლისა დიდი მადლობა მოწვევისათვის, მივესალმებით თქვენს რადიო მსმენელს. ყოველთვის საინტერესო გადაცემები გაქვს და დასაკვირველია დიდი ყურადღებით უსმენ ხოლმე და დღევანდელი თემატიკა რასაკვირველია, ხა ჩემი მშობლიური თემაა ეს, ახლა ამით დავიბადე, ამით გავიზარდე და ამით მოვკვდები ალბათ, როცა იქნება. იმიტომ რომ უამისოდ არ შეიძლება არ არსებობს ჩემი ცხოვრება, თვალე ავახილე და თუკი რამე შეგრძნება. ალექსანდრე სიმონი, ალექსანდრე ჯაფარიძეების ფაქტობრივად მოდის. კი ბატონო. და პირველი მსხვერპლებიც სამწუხაროდ ჩვენი ოჯახის წევრები იყვნენ და თავისთავად უკვე მე ვალდებულიც გავხდი ოჯახის წინაშე და მათი სულების წინაშე, ვალდებულიც გავხდი, რომ ეს ალპინიზმი ყოფილიყო ჩემი ღვიძლი თემა, ეს შეიძლება ესე ვთქვათ. რაც შეეხება წლევანდელ წელსაც ამ თვეს, ეს რასაკვირველია ივლისის თვე მიხეილ ხერგიანის თვე არის. იმიტომ რომ 4 ივლისის იტალიაში დოლომიტის ალპებში დაიღუპა ქვათაცვენის გამო და რასაკვირველია მიშაზე მე ძალიან ბევრი გამოქვეყნებულიც მაქვს, ნათქვამიც მაქვს, გადაცემებსაც ვაკეთებდი ყოველთვის და ესეც ღვიძლი თემაა, შეიძლება ასე ითქვას. ეხლა მე აქ მოვიტანე რამდენიმე წიგნი, რომელიც ქართული ალპინიზმის ისტორიაა. შეიძლება ასე ვთქვათ. ეს არის ყველაზე უძველესი ალექსანდრე ჯაფარიძის 49 წელს შეიძლება ითქვას პირველი სოლიდური წიგნი ქართულ ალპინიზმზე, ეს არის ალიოშა ჯაფარიძის რჩეული ნაწერები. მოგეხსენებათ, ახლა ალიოშა ჯაფარიძე უფროსი ბიძის სიმონ ჯაფარიძის დაღუპვის შემდეგ მოვიდა დასრულებაში და გახდა აღიარებული ლიდერი არა მარტო საქართველოში, კავკასიაში. და ალიოშას თავის პრინციპები გააჩნდა და ეს პრინციპები იყო უმაღლესი დონის და უმაღლესი რანგის, იმიტომ რომ თასვლელობასთან თამაში არ შეიძლება. სერიოზული დამოკიდებულება საჭირო. ყოველთვის ის იყო მიზანმიმართული ამ თვალსაზრისით, არავის არაფერს არ პატიებდა. უახლოეს ადამიანსაც არაფერს არ პატიებდა, თუ ის არ იყო დისციპლინური და ძალიან ბევრი ახლა ამის გამო ახლა უნტრო ადამიანი არ არსებობს და იყო მაგალითად ახლა მაშინ არ იყო ფედერაციები და მაშინ იყო 1936 წელს დაარსდა საქართველოს ალპიური კლუბი, რომელსაც ალიოშას დაღუპვის შემდეგ 1945 წელს მისი სახელი მიენიჭა და ალიოშა იყო ალპიური კლუბის პრეზიდიუმის თავმჯდომარე. ეხლა პრეზიდიუმში რა ხალხი შედიოდა, ეს კიდე ცალკე თემაა. რა თქმა უნდა, რომელი წელია გამოჩენილი მამულიშვილები მართლაც დაწყებული ვთქვათ ნიკო კეცხოველი, სოსო ასლანიშვილი, მიქელ პატარიძე და აკაკი ბელიაშვილი და რა ვიცი ვინ არა. და მისი თავმჯდომარე იყო ალიოშა. ალიოშას შეეძლო წარდგენა მაშინ წოდებებზე ძალიან ბევრი ის იყო ოსტატობაზე, თარიგებზე იმას. ხო და რამდენიმე კაცმა თხოვა, ახლა ერთი საინტერესო თემა, ახლა ეს კი მომიყოლია საერთოდ, მაგრამ თქვა ჩამოვიდა ერთი რუსი სპორტის ოსტატი ალპინიზმში. და თხოვა ალიოშას, რომ შენ წარმოგიდგენე სპორტის დამსახურებულ ოსტატობაზე, იმიტომ რომ საბჭოთა კავშირის დროს სპორტის დამსახურებულ ოსტატზე დიდი წოდება სპორტში არ არსებობდა. ეს იყო უმაღლესი წოდება და ახლა ამას მოუდა. ალიოშა ბუნებრივია, ახლა მოთხოვა, რომ დახასიათება მომიტანეო, სადაც
ვისთან ერთადაც ყოფილიყავ რაღაცა სამი დახასიათება მოიტანა სამი უარყოფითი. არც არ იყო თქვა ახლა რაღაც გამოჩენილი. და უთხრა ჯერ ერთიო ვერც ერთი დახასიათება დადებით ვერ მოიტანებოდა. მე ჩვენთან არ გიმუშავე ესე ქართველებთან არ ყოფილიყარ თაში. ქართველები არ გიცნობ რაღაცა და მე რატო უნდა წარგადგინო საქართველოს ალპიურმა კლუბმა, როცა რუსეთში, მოსკოვში კონკრეტულად რამდენიმე ორგანიზაცია, რომელსაც შეუძლია წარგადგინოს და მოკლედ ეს განაცხადებული წავიდა მე ალიაშაზე რაღაც დანოსები და საჩივრები და ისინი გააკეთა იქ რაღაც, მაგრამ ალიაშას ვერაფერი ვერ დააკლეს. კი, ფედერაციამ დააპირა რომ ალიაშასთვის მოეხსნა სპორტის დამსახურებელოსად იწოდება, მაგრამ ალიაშა ისეთი პასუხი გასცა, მე გამოაქვეყნა ეს რამდენჯერმე ესეთი იმპერიული უზნეობის მაგალითები დავარქვი და ეს დოკუმენტები რომ ამას რო წაიკითხავ მე არ დამიწყია ალპინიზმი როგორც ოსტატს და მე დავიწყე მე ვარ ალპინისტი დავიწყე ალპინისტი წოდების და იმის გარეშე და მე ამას ვერ წამართავს ისე რომ თქვენაც გააკეთო რასაკურველი ახლა ვერც მოუხსნას ვერაფერი მაგრამ ბატონო აი აქ იკვეთება უკაცრავად აქ იკვეთება აი ქართველების განსხვავებული დამოკიდებულება თასველობის მიმართ მთასთან ურთიერთობა აქ არის არ არის კიდევ ერთხელ გამეორდები ეს მხოლოდ სპორტის სახეობა და მწვერვალების დაპყრობა ეს არის ბუნებრივი ქართული რაღაცა შემადგენელი იდენტობის შემადგენელი ნაწილია თითქოს და აქედან ამატებთ რას ნიშნავს ალპინიზმის ქართული ფენომენი რა ქართული ფენომენია ფაქტიურად ქართული ფენომენი იმიტომ რომ საქართველო არის მთიანი ქვეყანა. საქართველოს 2/3 მთა არის. ახლა უზარმაზარი ისტორია აქვს. თქვა ფის მოსახლეობა ეს მათი ბუნებრივი საცხოვრისია. ესენი რო დადიან რით ირჩენდნენ ადრე თავს არა თქვა სხვადასხვა ქვეყნებიდან შემოვიდოდა რაიმე საკვები. ნადირობით და ამ ბუნებაში, ბუნების წიაღში მოპოვებული თქვა იგივე ბუნებრივი მდგომარეობა ქართული ეს მათი ბუნებრივი მდგომარეობა აქ იმათ არ ჭირდება არაფერი სხვა საერთოდ მთიან ქვეყნებში ეგრეა მაგრამ განსაკუთრებულია მაინც საქართველოს იმიტომ რომ საქართველოს როგორც ჩანს მაინც ყოველთვის იყო დახვეწილი თავის დამოკიდებულებაში ეს ბუნებასთან იქნება თუ ადამიანებთან ურთიერთობაში და ამის ყველაზე კარგი მაგალითი არის 1965 წელს ცნობილმა მთასწავლელმა და ისტორიკოსმა არქეოლოგმა პროფესორმა შოთა ჩართოლანმა სვანეთის გათხრებში ნახა სამარხში აი დღევანდელი წერაყინის ანალოგი. წერაყინი რა მთაში და ყინულში სასიარულო ინსტრუმენტია რა. ესე იგი აი ვერც კი დაიჯერო რომ ესე დახვეწილი შეიძლება იყოს. ხო და მე კიდევაც დავწერე ამაზე რომ აი ამაშიაც კი ჩანს ქართველი კაცის დახვეწილობა. რომ ისე იუველერის დაწარმოები გეგონება ისეთნაირად არის და ეს ყველაფერი განაპირობებდა სწორად იმას რომ დამოკიდებულებას თაში თქვათ ისიც უნდა ვიცოდეთ და ისიც უნდა წარმოვიდგინოთ ჩვენ რომ თქვათ სვანეთში, ხევში, მთიან ადგილებში წოროლები წმინდა მთებად ითვლებოდა. დიახ. და შერაცხყოფად ითვლებოდა მის მასი ასვლა, კი. ხო და იქ ნუ ავისულები და იქ არ შეიძლება იქ ასვლა და როცა 1929 წელს ნიკოლაზის ექსპედიცია მოეწყო და იქ სიმონ ჯაფარიძე დაიღუპა, გადაყვა თავის თანამგზავრს პიმენდვალს, ამან კიდევ უფრო გაამძაფრა აი ეს შეხედულება, რომ ეს რომელი მწვერვალი იყო ბატონო? აი დასაჯა ეს თეთრულზე. რომ ესე იგი ღმერთმა დასაჯა, როგორც კი შებედეს ამ წმინდა მწვერვალს. და ახლა ჩვენების მამიდაჩემის და ბიძაჩემის ალიოშას და ალექსანდრას დამოკიდებულება რა იყო? ესეც იყო რასაკვირველია ჩადებული იმაში, გარდა იმისა, რომ წლის თავზე ისინი ავიდნენ თეთრულზე, იმიტომ რომ ნუ გაერკვიათ რა სიტუაციაში რა მოხდა, როგორ დაიღუპა ყველაფერი, მაგრამ გარდა ამისა ამათ უნდა დაემტკიცებიათ იმ სვანი მოსახლეობის და ძველი მოსახლეობა ძირითადად ამ მოსახლეობისთვის რომ არავით არის ავისულები და ალქაჯები იქ არ არიან. ალიოშას ქონდა ყოველთვის ეს წესი იყო მისთვის. ყოველთვის მიყავდა მთაში მოხევე და სვანი. ფის წარმომადგენელი რომ ისინი ჩამოვიდოდნენ შემდეგ და რომ მოყვებოდნენ არაფერი ავისულები და ალქაჯები არ არიან დასაკურველია ეს განათლებაც შექონდათ ხალხში და რა თქმა უნდა ამან დაანგრია და უზარმაზარი ნახტომი მოხდა წარმატება იყო და ნახტომი მოხდა მართალი ბრძანდებით ნახტომი მოხდა შეგნებაშიც და დამოკიდებულებაშიც მთასთან და ამის შემდეგ უკვე როცა 1936 წელს საქართველოს ალპიური კლუბი გაიხსნა, ამან თავი მოუყარა. გაბნეული იყო ალპინისტური ორგანიზაციები. იქ იყო გეოგრაფიული საზოგადოებაში თასლა გზავროსნობის განყოფილება იყო
პტესი პროლეტარული ტურიზმისა და ექსკურსიების საზოგადოება იყო სხვადასხვა ორგანიზაციები და ალიოშამ გააკეთა ის რომ ამას ყველაფერს მოუყარა ერთად თავი და ალპიურ კლუბის პოვლის ქვეშ გააერთიანა და ალიოშა იყო მართლაც უკომპრომისო კაცი იყო ამიტომ იყო რომ ძალიან დიდ პატივს სცემდნენ რუსებიც და ყველა და მანამდე ვიდრე ალიოშა მოვიდა და მთასულებაში სიმონ ჯაფარიძე იყო ისეთი პიროვნება რომელიც მე გამოკითხული ვიყავს იმ თაობის ყველა ადამიანი ქალი კაცი სულ ყველა ისეთი პიროვნება იყო და ეს დაღუპვის მომენტშიაც მოხდა ისე რომ გადაყვა კაც ვერ გადაარჩიე მაგრამ გადაყვა თვითონაც და ისეთი პიროვნება იყო რომ დაელაპარაკებდნენ რო არ შეყვარებოდა არ შეიძლებოდა კაცის და ქალის ამას ამბობდნენ ამაზე გარდა ამისა იყო არაჩვეულებრივი მოღვაწე იყო გეოლოგი და მისი აღმოჩენილი ახლა ბევრმა გეოლოგებმაც არიციან ბევრმა მისი აღმოჩენილა ლოპოტის თეთრი მარმარილოს საბადო გარდა ამისა სიმონ ჯაფარიძე იყო პირველი რომელმაც ყინვარწვერი და მისი მიდამოები და საერთოდ და მეცნიერული კვლევის ობიექტად გახადა ახლა მეტეოსადგურის დიდი შენობა რო ახლა დღეს უკვე თავის საფარია ალპინისტებმა იყიდეს მე ახლა კერძო გახდა ეს ამის პირველი დაფუძნებელი ალექსანდრასთან და იეგორ კაზალიკაშვილთან ერთად სიმონი იყო თავიანთი ზურგი დაიტანეს ეს ფიცრული გააკეთეს პირველად რომ 24 საათიანი დაკვირვება ყოფილიყო ტემპერატურის ცვალებადობაზე და შემდეგ ეს ტემპერატურის ჯიხური ქვია ახლა იმას სადაც მინიმალურ მაქსიმუმ თერმომეტრებს აწყობდნენ რაღაცა ყინვარწვერზედაც აიტანა და პირველი დაკვირვება პირველი ავტომატური თვითონ მოიგონა ავტომატური ხელსაწყო რომელსაც თქვა ტემპერატურის ცვალებადობის დროს უნდა დაეხაზა ეს რა ქვია დიაგრამები ხო ამ ტემპერატურის ცვალებადობის დროს და გაკეთე ეს დიაგრამა და შემდეგ ეს დიაგრამა რომელიც მე მოხსნა მწვერვალიდან გაიგზავნა პარიზის სოფლიო მიღწევათა გამოფენაზე ეს იყო არნახული მოვლენა მთელ სოფლიოში რომ ამ სიმაღლე 5000 მეტრზე მაღლა რომ ესე დაკვირვება ეწარმოებებინაც არ ყოფილა და მე მახსოვს ალექსანდრა მიყვებოდა ხოლმე ძალიან კარგად რომ რამდენი იფიქრა იმაზე ახლა მაშინ ხო არ იყო თქვა ბანკარი და პასტა ისე რომ იყინებოდა ყველაფერი მელანი წყალზე იყო დამზადებული რომ არ გაყინულიყო რამდენი იფიქრა და ნუ მე გლიცერინი გაურია შიგ და ამ გლიცერინი და ის დიაგრამა ახლა მე მაქვს სახში შენახული ის უნიკალური ექსპონატია შეიძლება ითქვას და ძალიან მნიშვნელოვანია შემდეგ 2010 წელს აი გამოვიდა ეს წიგნი მე აი ყინვარწვერიდან ევერესტამდე ესეც საგულისხმო სათაურია ეს გავაკეთე ყინვარწვერიდან დაიწყო ქართული და საბჭოთა ალპინიზმი და დავამთავრე იქ როცა პირველი ქართველი რომა გიუტაშვილი ავიდა ევერესტზე ეს იყო 1991 წელი და 91 წელს არავის ეცალა ალპინიზმისთვის და სხვა რაღაცისთვის და ეს რომა გიუტაშვილსაც ბინა არ ქონდა რაღაცა რო არ მისცეს არაფერი წავიდა შემდეგ იბადონ და ამასობაში ბატონო ივანე ვფიქრობ რომ რა თქმა უნდა ეს ვებხვის გარეშე ესეთერი არ ჩაივლის აუცილებლად ხერგიანზე თუნდა ვისაუბროთ ხო თან იulis მის გარდაცვალების დღე იყო უნდა ვთქვა ახლა მიშაზედაც რომ მიშა იყო უნიკალური მოვლენა ახლა ბევრმა არიცი და მიაწერენ რაღაცებს რომელიც აბსოლუტურად არ ჭირდება მისას ესე იგონებენ რაღაცებს და ვითომ ამათ გონიათ რომ მიშას სახელს უფრო მაღლა აწევენ პირიქით უფრო დაბლაწევს გამოგონილი რაღაცეები არ ჭირდება მაგასაც მეტი არ ჭირდება რასაკურველი ახლა მე ისეთ ლაფსუსებს უშვებენ კაცო ვერ წარმოვიდი ახლა ნუ ვინ როგორ ხატავს ახლა რომ ინგლისის დედოფალმა გადასცა კლდისვებხვის არ არსებობს ეგეთი რაღაცა საერთოდ არ არსებობს ეს იყო როცა ინგლისის დედოფალი ერთი ოთახიდან მეორეში რო გადის მთელი ამალა და ის მიყვება და რა შეიძლება უელსში შეჯიბრება იყო რომ ახლა ლონდონიდან წავიდა მიშახერგიანი ვინ იცოდა ახლა ინგლისში მაშინ მაგრამ ეს იმ აყურებელმა იმ ჟურნალისტებმა რო აიტაცეს აი ვებხვით არის კლდის ვებხვია ნამდვილი რაღაცა ეს გახმოვდა დაიწერა მერე და აი აქედან წამოვიდა და არ ჭირდება ამას მომატება რაღაცის ესე დარჩა ორ კაცსა კლდის ვებხვის წოდება საქართველოში იოსებ კახიანს და მიშა ხერგიანს ეგენი იყვნენ წყვილში რომლებიც დადიოდნენ იქ მაგრამ მიშას შერჩა იმიტომ რომ საქართველოში ცხოვრობდა მერე თბილისში რო გადმოვიდა და რაღაცა ამით დაიწყო რა იოსებ კახიანის იყო ამ ერთად მონათლეს კლდის ვებხობათ ახლა ამ იმაში
ხოლო მე სულ ვამბობ ამას და ვამტკიცებ რომ არ ჭირდება ხერგიანს ის სიმაღლე ქონდა მთელ სოფლიოში რომ იმას მიმატება აღარაფერს აღარ ჭირდება იმას ჭირდება უნდა მოვეფეროთ მის მემკვიდრეობას რაც მან დატოვა და რითი იყო ლეგენდარული ხო ყველას ვეკითხები დავა მიშაზე უფრო ძლიერი მთასწორლებიც იყო საქართველოში მეკლდეური იყო შეუდარებელი ესეთი არავინ არ იყო საქართველოში ამაში ნამდვილია და იმიტომაც დაარქვეს კლდისვეფხვი მაგით დაარქვეს მაგრამ ლეგენდარული რატო გახდა იმიტომ გახდა რომ იყო მოკრძალებული მოლიდებული კაცი იყო და თავისი დამოკიდებულებით მე იცოდა შოთა ჩარტოლანი ვახსენეთ წალა პროფესორი კაცი ისტორიკოსი ის მეყვებოდა რომ წავედითო პამირში რომ წავედითო პირველადო ესე ხوار წავიდოდა სადმე ისე რომ თელი იმ რაიონის ისტორია და გეოგრაფია არ შეესწავლა და ისეთ რაღაცებს ყვებოდა რომ მე ისტორიკოსად მაოცებდაო აი ესეთი კაცი იყო მიშა და ახლა ორ მაგალითს ვიტყვი აი მისი პიროვნების დასახასიათებლად 1965 წელს რუსთაველის თეატრში გაიმართა ალექსანდრე ჯაფარიძის დაბადების 70 წელსზე მიზული საიუბილეო საღამო. მთელი საბჭოთა კავშირიდან ჩამოსული იყო ხალხი, ყველა გაჭრილი დარბაზი და ბუნებრივია მიშაც იყო მოწვეული, მაგრამ დააგვიანდა ცოტა და უყურეთ დარბაზში კი არ შემოვიდა. მე კულისებში ვიჯექი და შემოვიდა კულისებში. და რო დავინახე მე ვთხარი კი მაგრამ აქ რატო არ შეხვდებათ? ესე იგი არ შევიდა რატო? ახლა მიშას ყველა ტიტული კლეცოფი თქვია დამსახურებული სტატუსი ყველაფერი რაღაც ესე იგი მე რო შესულიყავი კარი ხო გაიჭრა და ყველა ჩემსკენ გამოიხედ ალექსანდრას არაკადრა რო ყურადღება მიექცია თუნდაც ერთი წამით როგორი ღირსეული როგორი ჩანს და საერთოდ ვერ შემე მეორე ზურაბ კაპიანიძის მონაყოლს ნიუანსია ზურაბ კაპიანიძის მონაყოლს გეტყვით კიდე ახლა ერთი ახლა ზურაბ სან უყარდა მეზობლები იყვნენ თან და ზარკვია ერთხელ ჯიშკარიანი იყო ერთი მაგის მეგობარი მიშაზი და პურმალი გააკეთა რაღაცა და მეცო დამპატიჟაო და ნუ ბლომად ხალხი იქნებოდა ვიცოდა და ჩემი ერთ-ერთ მეგობართან წამომცდავო ეგრო მივარ მიშაც იქნება ევიჯო წამიყვანეო რა ისე მაინტერესებს ამ კაცის გაცნობა რაღაცა მე ხარ კი ბატონო ახლა ზურას მილეთყო და რაიმეზე უარს და წამიყვანეო ну да давხედეთ ახლა რაღაცა ორი არ გვაქვს დალეულ და ამიტყდა ახლა ეს კაცი კი მე რაღაც რომ მითხარი მიშახერგიანი იქნება სადარი ვანდერგიზის გვერდზე ესე იგი ხმარა მოღია ის და წყნარა სუფრასთან და კი დაუწყე თავის რაღაც გამოჩენა ეს აი ესეთი ადამიანი იყო და როგორი საგულისხმო ბატონო ეს მართლა დიდი ადამიანების დამახასიათებელი თაში ესეთი ადამიანი მახსოვს მე ერთხელ ავარ ნამყოფი ყინვარწვერზე და ირაო თუ გახსოვთ გადაცემა რო იყო და ავედი ჩვენ ყინვარწვერზე და ვინც ყველაზე მეც ლაპარაკობდა ვინც ყველაზე მაგარი ძლიერი მეგონა ის საერთოდ 100 მეტრის შემდეგ ყველა დარჩა და ყველაზე ჩუმი ვინც იყო ვინც აი უჩუმრად იჯდა რაღაცას კემსავდა იქ რაღაცას ამზადებდა ის გახდა აბსოლუტურად სხვა ადამიანი ზუსტად ეგ არის თასლებობა და ეგ არის ეს კრებულის დავანახოთ ჩვენს მაყურებელს 4 მარკა 4 ცხოვრება ეს ციგნი არის გაკეთებული ძალიან საინტერესო ძალიან და რა იყო იდეა ამ ციგნის იდეის ავტორი იყო ხათუნა ხუნდაძე კინოსტუდიის დირექტორი და მესტიაში ტარდება მიხეილ ხირგიანის სახელობის მოკლემეტრაჟიანი და სამთო ფილმების ფესტივალი მე-6-ე ტარდება წელს და ხათუნას გაუჩნდა იდეა აი მან ეკონომიკის სამინისტრომ და საქართველოს პოსტამ შარშან გამოსცეს 4 მთასწორელის მარკა. ეს არის ალექსანდრე ჯაფარიძე, ეს არის მიხეილ ხერგიანი, ეს არის გურამ ტიკანაძე და არჩილ ბადრიაშვილი. როგორი თაობებია, ანუ წარმოიდგინეთ. სხვადასხვა თაობა რასაკვირველია და ნუ იდეების გენერატორია ხათუნა და მაშინვე გაუჩნდა იდეა რომ ამ 4-ზე იქნებ წიგნი გაკეთებულიყო. ნუ ახლა ეს ჩემი წიგნი ნუ სახელმწიფო სამაგიდოა ყველასთვის ახლა იმიტომ რომ მაინც ვეცადე რომ კარგი გამოსულიყო და რაღაცები არის ისეთი რომელიც ხოდან არის ესკრებული ხომ ყინვარწვერიდან ევერესტამდე ეს არის ფაქტობრივად 1923 წლიდან 2010 წლამდე ქართული ალპინიზმის ისტორია იქ არის კორიფეები ქართულ ალპინიზმში ვინც იყოს ყველაფერი და მთელი ისტორია არის მოთხრობილი და მნიშვნელოვანი ასლები და გაუჩნდა იდეა რომ წიგნი გაკეთებულიყო და დამიკავშირდა
რომ თხოვა რაღაც აი დიდსო ვერ გავაკეთებ, მაგრამ პატარა მოკლედო ქართულ ალპინიზმის ისტორია რაღაცა მე მაშინ გადაუგზავნე და ახლა ასე უცად რომ მიიღო რაღაცა უცად გავუჩნდა იდეა რომ მე მირეკავს მორიდებით რომ ბატონო თუ შეიძლება ახლა თუ იკადრებთო ჩემთან ერთად წიგნის თანაავტორობას რომ თქვენც იყოთო ავტორები ავტორი კაცო რატომ უნდა თქვა უარი შენთან მithumetes და mithumetes თუ კარგი საქმე გაკეთება არა არავის არ მეტყვი უარს კარგი საქმეში თუკი მის გვერდზე ვიქნები და უნდა იყოს რომ ეს წიგნი მით არის მნიშვნელოვანი და მე მგონი პირველი წიგნი ერთადერთი წიგნია რომელიც სამენაზეა სამენოვანია ქართული ინგლისური და ფრანგული და ეს ზუსტად შემდეგ 19 აპრილს პარიზში ჩატარდა აი ამაზე მინდოდა მეკითხა ძალიან დიდი ქართული წიგნის ფესტივალი და დიდი გამოხმაურება ჰქონდა და ჯერ გრან პალეში იყო უზარმაზარი ტერიტორია ჰქონდა დათმობილი ყველას ჰქონდა ამ ავტორები ჩამოსული იყვნენ გამომცემლები ჩამოსულები იყვნენ რაღაცა ჩვენი წიგნიც იყო და ძალიან დიდი გამოხმაურება მოიპოვა ამ წიგნს იმიტომ რომ მაინც ასულება ახლა უმაყურებლო სპორტია ნაკლებად იცის ხალხმა ნაკლებად უნახავს იმის აღგრად რომ აი ფილმები ახლა ერთადერთი ბენო კაშაკაშვილმა გააკეთა რამდენიმე ფილმი ესეთი თვითონ რომ ალპინისტი იღებს ეს კიდე სხვა რამეა და ამიტომ დიდი ყურადღება და დიდი ინტერესი გამოიწვია. ანუ ძალიან მნიშვნელოვანია თქვენერი ადამიანების არსებობა, იმიტომ რომ როგორც თქვენ ბრძანებთ, ალპინისტი თავი კარგი თასვლელი არის, მორიდებული და თავის თავზე ნაკლებს საუბრობს ხოლმე. ამიტომ ძალიან კარგი საკითხია. საერთოდ ზოგადად ესეა ცხოვრებაში. ვინც ბერს ხვაურობს, ეს ყველაზე ნაკლები საქმის გამკეთებელია. ვინც ჩუმად წყალად დაკეთებს და თავის ცხოვრების წესად გაუხდია შრომა, აი ეს არის, ისინი არ ხმაურობენ. იმიტომ რომ იმათ საქმე აქვს და საქმეს აკეთებენ. არც სალაპარაკოდ არც და ძალიან მნიშვნელოვანია ნიშანდობლივიც არის რომ აი რამოდენიმე თაობის ალპინისტი აი ხო ახლა აი არჩილ ბადრიაშვილი შარშან დაიღუპა ესე იგი შარშან მე ვერ წავედი სამწუხაროდ კი ვიყავი მიწოული მესნერი ჩამოვიდა მესნერი ახლა ყველა მიცის სოფლიოში პირველი კაცი რომელიც ყველა 8000-იანი დაიხდა ისე დამეგობრდნენ რომ ნახა ეს ბიჭი აი ხალასი უნიჭიერესი ბიჭი თვითონ ექიმი იყო არჩილი სპეციალობით და შეყვარებული მთაში და ერთ-ერთი პირველია ეგ და მაგის ორი მეგობარი ვინც ალპინიზმის ოსკარი შეიძლება ითქვას ოქროს წერაყინი მიიღო და ისე დამეგობრდნენ მესნერი და ეს რომ მესნერმა ოქტომბერში მიიწვია თავისთან იტალიაში რაღაც დიდი ღონისძიება ჰქონდა და სამწუხაროდ ზაფხულში დაიღუპა შემდეგ ესეც ბედისწერა ესე იგი აი ბედისწერა ახსენეთ ჩაგერთვებით საუბარში და როდესაც დიდ მთასვლელებზე ვსაუბრობთ ჩვენ რეალობას გულისხმობ ხა ქართულს ძირითადად ყველა იღუპება მთაში ეს რაღაც ისეთ საკრალური ამბავია არის ამაში თავიდანვე თითქოს ჩადებული ეს იციან ამათმა თუ თას წირავენ აი არის ხოლმე რომ აი ისეთი მწვერვალის დაპყრობის დროს იღუპებიან რომ თითქოს აი წინასწარ ეს ყველაფერი უკვე განსაზღვრულია თუ რაღაც აი რაღაცა მისტიკასთან გვაქვს საქმე თუ ამათი ბედია ასეთი იმიტომ რაც უყვართ იმას ეწირებიან ხო ძირითადად ასეა ხო მაგმართულებით შეგვიძლია ვერ სხვა მაშინ გადავალეთ მაგრამ ერთი რამ არის ეხლა ხშირად გამიგონია და ანუ არის ხოლმე ეგეთი რაღაცა აი თასლო გინდა დაიღუპო არის ეგეთი ტერმინი არის ახლა ჩვენ ყოფაში არის მაგრამ მე დავწერე კიდევაც ამაზე და თუ კი საჯაროდ რამდენჯერმე გამოსულარ და ყოველთვის ამას ვამბობ კაცო ალპინიზმში რამდენიც იღუპება საუკუნეში რაც არის დაღუპული მე ვთხარია 10 ჯერ და 20 ჯერ იმაზე მეტი ერთ დღეში იღუპება სხვადასხვა ავარიებში ეს ავტოავარიაში თუ სხვა რაღაცებში მაგრამ რატოა ესეთი ის გავრცელებული ხა მეც ეს კითხვა გამიჩნდა რატოა ხო ჩვეულებრივი გამორჩეული ხალხია ალპინისტები ზოგადად ახლა 99.9% გამორჩეული ხალხი ახლა შეიძლება რაღაც 0.1% იყოს ისეთი ცოტა რომ არ ერგება მაინც და მაინც იმას რომ მაინც უნდა რომ გამოჩნდეს ჩათვალონ თასულად გამორჩეული ხალხია ეხლა ამ გამორჩეულობაზე გავჩერდები ახლა გურავ თიკანაძეზე კი ბატონო კი გურავ თიკანაძე
ეხლა უნიკალური მოვლენა იყო როგორც პიროვნება ჯერ და ჩემთვის რო გითხრათ სიმართლე ყველაფერი გამოდის პიროვნებიდან. კარგი მეცნიერი, კარგი სპორტსმენი, კარგი ხელოვანი, კარგი მწერალი, კარგი პოეტი, თუ პიროვნება არ ახარ, თუ პიროვნება არ ახარ ღირებული და ღირსეული, გამორიცხულია რომ შეიძლება რაღაც გამონაკლისი აქ-იქ იყოს, რომ პიროვნება საშინელება და ის იყოს, მაგრამ კარგი რაღაცა შექმნას, მაგრამ მაინც გამონაკლისია ეს. ამიტომ ესენი სულ გამორჩეული იყო ახლა გურამ თიკანაძე. ლატალში, სვანეთში გურამ თიკანაძის სახელობის კლუბი არსებობს, სადაც მისი გოგიოჩაურის გამოქანდაკებული ბიუსტი დგას და ყოველ წელიწადს ადრე გურამობა დააწესეს სვანეთში. ყოველ წელიწადს იმართებოდა, მერე რომ გაჭირვება და უბედურებები დაიწყო და რაღაცა, მერე იყო, საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებით იყო ხოლმე, ეხლა გაჩერდა საერთოდ სამწუხაროდ აღარ არის ხოლმე ესეთი მასშტაბური რაღაცა. და ერთ-ერთ ამ გურამობაზე ფრანგი იყო ჩამოსული კულტუროლოგი, რომელსაც მთელი მსოფლიო ჰქონდა მოვლილი, ესე იგი უამრავ ადამიანებს იცოდა და ყველგან ეპატიჟებოდნენ. ისეთი გამორჩეული ფიგურა იყო და იყო საქართველოში ჩამოსული და ბუნებრივია ახლა საქართველოში სტუმარი ჩამოვა უცხოელი, პირველი რა უნდა ანახოს სვანეთი, ხო? წაიყვანეს სვანეთში და გურამობა იყო სწორედ. ხო და იქ იყო ახლა ყველაფერი რაღაც იქით და შემდეგ დიდი სუფრა იყო, ეს კაციც მიპატიჟებული იყო რაღაცა და ეხლა ეს ნელ-ნელა კითხულობს ეს თიკანაძე. უთხრეს რომ ეს იყო მხატვრული ფოტოგრაფიის ფუძემდებელი საქართველოში და პირველი ფოტო ფერადი ფოტო მისი გადაღებული იყო უშბა. და პირველი უშბა რომ დაბეჭდა მოუტანა ალექსანდრას, სახში მე გაუღეკარები, შემოვიდა და უთხრა რომ აი დედა ალექსანდრას გაზრდილი იყო პირველ სახლში და დედა ალექსანდრო თქვენო პირველი ქალი ხართ ვიზუალზე ახვედი და თქვენ გეკუთვნით ისა. ხო და მე ერთი არ გვეკიდა მე კედელზე ჩარჩოში ჩავსვი და გვეკიდა და მე დროთა განმავლობაში ალექსანდრს რო გარდაიცვალა მე დიდხანს მეკიდა ვერ მოვიფიქრე რომ უნდა ჩამომეხსა და ჩამედო ანტიკში რაღაცა შემენახა მე სულ გათეთრდა. იმიტომ რომ მაშინდელი ფოტოები ფერადი ფერს კარგავდა. შემოგენება ქონდა. ხო და აი ეს კაცი კითხულობს რომ ეს თიკანაძე პირველია მასში დასრულობაში არა იყვნენ ახლა მაგაზე ძლიერებიც იყვნენ კრივში როგორი იცოდა რომ მოკლედაც იყო ისიც იყო თხილამურებში წყლის თხილამურებში მაშამაში აღმოჩნდა რომ ახლა ყველაფერში პირველი არ იყო და მე ითხოვა სიტყვა სადღერძელო მოითხოვა ბუნებრივია ახლა მე მთელი სოფლიო მაქვს მოვლილი რა ხალხთან ვისთან არ ქონია ურთიერთობა ვის მოსაგონარ საღამოზე არ ყოფილა რაღაცა მაგრამ პირველად ვარ კარგი კაცის ხსოვნის საღამოზე აი ეს არის გურამ თიკანაძე რომელმაც მისი ფოტოები ახლა მაშინდელი ტექნიკა და ტექნოლოგია რო ავიღოთ მაინც სოფლიო მოიარა და ახლა იაპონელი რო გაღიარებს შენ და თბილისის პირველად გავიდა უცხოეთში დღემდე არავინ არ იცის ვინ გააგზავნა ეს ფოტო და იაპონიის გამოფენაზე მიიღო ჯილდო, მე კიდე რომელიღაც გამოფენაზე იყო და ფულს არავინ არ გამოატანდა საბჭოთა სისტემაში, არავინ მიცემდა მაგას და მე ვიღაცას ეკო ჭკუა, ვინც იცოდა საბჭოთა კავშირი რა ხდებოდა და კენონის აპარატი იყიდა და ჩამოუტანა. ბატონო ივანე, ამ ადამიანების ცხოვრება ზოგადად არაჩვეულებრივი იყო და გარდაცვალებაც არაჩვეულებრივი. ერთი გადაცემაც არ ეყოფა და ორი გადაცემაც კი მისიაც ჰქონდათ, ხო? ფაქტია ის, რომ მთასვლელები ასოცირდებიან და მთასვლელობა ვაჟკაცობასთან, ატანასთან, რაღაც თავგანწირვასთან, კაცობასთან, წარმოუდგენელია სხვანაირად. ახლა რო ვთქვათ, სინამდვილე საიდან დაიწყო ალპინიზმი? ძალიან ცოტა დრო დავჭერე. ალპინიზმი დაიწყო მეცნიერებიდან. დიახ. როგორც მეცნიერება ის დაიწყო, იმიტომ რომ შეუსწავლელი იყო მთიანი რაიონების საქართველოში და აქ დაიწყო სხვადასხვა გეოლოგები და გეოგრაფები სხვადასხვა სპეციალობის ხალხი, იქ იყო ბოტანიკოსი, იქ იყო გეოლოგი, იქ იყო გეოგრაფი, იქ იყო მაგნიტოლოგი, რა ვიცი, ვინ არა. და აქედან დაიწყო. მე სპორტული მიმართულება მიცა გიორგი ნიკოლაძემ თავის სტუდენტები დაყავდა და აი აქედან დავიდა და ყოველ შემთხვევაში ქართულ ალპინიზმს თავის უზარმაზარი ისტორია აქვს და ქართველები რო იყვნენ საბჭოთა ალპინიზმის ფუძემდებლებიც აი ამაშია ჩანს მათი ღვაწლი რომ 300 მილიონი ხალხში ეს 3 მილიონი ხალხი გამოირჩა.
ბატონო, ჩვენ მადლობა მინდა გითხრათ პირადად მე და ყველა აი ჩვენი გადაცემაზე მუშაობს აი იმისთვის, რასაც თქვენ აკეთებთ, იმიტომ რომ მართლა ძალიან მნიშვნელოვანია ესეთი გამორჩეული მთასწორების, ესეთი კარგი ხალხის, კარგი ადამიანების მადლობა თქვენ რომ აი ესეთი ხალხით ინტერესებით და აი თქვენ მსმენელს აცნობთ იმ ხალხს რომელიც არ შეიძლება ღვაწმოსული ხალხის ვინც თავისი მოღვაწეობის დროს ეპოქა შექმნა საქართველოში არ შეიძლება ამ ხალხის დავიწყება. ამიტომ მადლობა თქვენ რომ იხსენებთ აი ესეთ ხალხს. ბატონო, ჩვენ დარწმუნებული ვართ რომ ეს კრებული არ იქნება უკანასკნელი, კიდევ სიახლეებით გაგვაოცებთ და რა თქმა უნდა სიახლეებითაც გვესტუმრებით ჩვენს სტუდიაში. მადლობა ივანე ჯაფარიძე იყო ჩვენი სტუმარი.